არის საშუალო სნოსყელი, რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენ ორგანიზმში და რატომ არის მნიშვნელოვანი ასე მასზე ზრუნვა. საშუალო სნოსყელი ოვულაციის დროს კარს აღებს, ის ცალ-თვალით გვიყურებს როგორც ციკლოპი. რა არის საშუალო სნოსყელის კიბო? პაპილომა ვირუსის ვაქცინა არის კიბოს ვაქცინა. ამ ვაქცინაციით ძალიან ბევრ კურდღელს ვიჭართ ერთდროულად. ამით ქალები აღარ უნდა გვხვდებოდნენ. ჩვენ ყველანი, ანუ უნდა ვიყოთ ელჩები პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის, როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში. რამდენად შედეგიანია კურდღელობა დიაგნოზის დასმის შემდეგ? რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ, რომ რისკები მინიმუმამდე შევამციროთ და როგორ უნდა გავიგო ვარ თუ არა ამ პროგრამის საბიჟნე ჯგუფში? რამდენი ხანი გვიცავს ეს ვაქცინა ამ ინფექციისგან და ჭირდება თუ არა რევაქცინაცია? რატომ არის რეკომენდებული ამ ვაქცინის გაკეთება 10, 11 და 12 წლებზე და რა უპირატესობა აქვს ამ ასაკში გაკეთებულ ვაქცინას? ძალიან მიხარია, რომ ახალი თაობა მისვავს ძალიან კონკრეტულ კითხვებს, მითია რომ მამაკაცები არ უნდა აიცრან. სკრინინგზე ყველამ უნდა ვიაროთ. უკვე 26 წლიდან ვართ თუ არა აცრილები და როცა დაზიანებას აღმოაჩენთ, გავარდით აიცერით. ამაზე ბევრი მითებიც არსებობს. კიდევ ერთი კარგი ინფორმაცია მაქვს. ისევ ჩვენს პასუხისმგებლობაზე დგას ყველაფერი. დიალოგი ყველაზე მეტად ავითარებს საზოგადოებას, განსაკუთრებით ჯანდაცვას. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გარაცამა ჯანმრთელობის დღიურებს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საშუალო სნოსყელის ჯანმრთელობასა და ადამიანის პაპილომავირუსზე. ჩვენი სტუმარი იქნება რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია. გამარჯობა ქალბატონო ეკა, მადლობა რომ მობრძანდით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის თქვენ. მოდით დავიწყოთ იმით, რომ მაყურებელს ავუხსნათ ზოგადად რა არის საშუალო სნოსყელი, რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენ ორგანიზმში და რატომ არის მნიშვნელოვანი ასე მასზე ზრუნვა. მადლობა, ძალიან კარგი შეკითხვა არის ეს. ჩვენ თუ მოვიძიებთ ამის შესახებ ინფორმაციას, დაგხვდება საშუალო სნოსყელის შესახებ ორი ფუნქცია. პირველი ფუნქცია, საშუალო სნოსყელი პირველ რიგში წარმოვიდგინოთ, ხო, ვიცით სად არის. საშუალო სნოსყელი არის კავშირი, როგორც ყელი აკავშირებს თავს ასა და ასე ვთქვათ სხეულს, ისე აკავშირებს საშუალო სნოსყელი საშოს და საშუალო სნოს. გარდა ამისა, მისი ფუნქციები ან ძირითადად რაც ყველასთვის ცნობილია არის რომ ის არის კარი გაიხსნას და დაიხუროს, ანუ გაიხსნას, როდესაც ხდება მშობიარობა და ბავშვი გამოივლის საშუალო სნოსყელს და ასევე გაიხსნას მენსტრუალური ციკლის დროს, როდესაც ეს სისხლი გარეთ გამოდის. ასევე საინტერესო არის, რომ ზოგჯერ პაციენტები მაგალითად ჩემთან რომ მოდიან და მე სარკითხვად თვალიერებ შიგნით, საშუალო სნოსყელზე მენსტრუალური ციკლის შუაში ხშირად შეხვდები გუგის ეფექტს. ანუ საშუალო სნოსყელი ოვულაციის დროს კარს აღებს, ის ცალ-თვალით გვიყურებს როგორც ციკლოპი და ამ დროს საშუალებას აქვს სპერმატოზოიდებს, რომ საშუალო სნოსყელი რადგან ღია, გაიარონ მასში და მოხდეს შემდგომ უკვე პოტენციური დადგეს ორსულობა. ასევე ძალიან საინტერესოა ის, რომ საშუალო სნოსყელი გარდა რეპროდუქციული ან ფუნქციის სამშობიარობა ის ხო და ასევე მენსტრუალური ფუნქცია ჩართული არის სექსუალურ ფუნქციაში, რომელიც მოიცავს ორგაზმს და გვაქვს კვლევები მაგალითად ამაზეც, რომ მაგალითად საშუალო სნოსყელზე სხვა პროცედურების შემდეგ სხვა ორგაზმის მხრივი განცდის დარღვევები შეიძლება იყოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა, თუმცა ინტერნეტს სამწუხაროდ მხოლოდ ანუ ქალებს ცოტა კვლევა, ამ მხრივად ცოტა კვლევა, ან მარგინალიზებული ჯგუფია სამწუხაროდ ქალები ჯერ კიდევ განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში და ასე ვთქვათ, ეხლა უფრო მეტი კვლევა უკვე ტარდება ქალებზე, რაც ისევ თვით ადვოკატირების დამსახურება. ძალიან კარგი. თუ შეგიძლიათ გითხრათ რა არის საშუალო სნოსყელის კიბო და როგორია ამ დაავადების გლობალური სტატისტიკა განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში? ანუ საშუალო სნოსყელის კიბო, ასე ვთქვათ, ძირითადად 5 ელშია ხოლმე მსოფლიოში. ანუ ასე ვთქვათ, მე-4 ადგილზე არის ბოლო მონაცემებით, ჯანმოს მონაცემებით ეხლა ამ ეტაპზე, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ საშუალო სნოსყელის კიბოს ელიმინაციის პროგრამა აქვს ჯანმოს და მსოფლიო ჯანდაცვის
ორგანიზაციის რაღაც საერთაშორისო წარმოადგენლებს, რომ კონკრეტული პრინციპებით და მექანიზმებით 2050 წლისთვის მოხდა საშუალოსნოს ყელის კიბოს ელიმინაცია, ანუ აღარ გქონდეს საშუალოსნოს კიბო. საშუალოსნოს ყელის კიბო ეს უკვე არის შორსწასული ფორმა საშუალოსნოს ყელის გადაგვარებისა, ასე ვთქვათ, აუთვისებიან გადაგვარებისა, რომელიც უკვე, რა თქმა უნდა, უფრო მძაფრ და სერიოზულ მკურნალობას და ჩარევას მოითხოვს. და როგორც ვიცით, სამწუხაროდ საშუალოსნოს კიბოს მაგალითად 70% შემთხვევები პაპილომავირუსის 16 და მე-16 და მე-18 სახეობით არის გამოწვეული. დიდი გამოწვევა არის საქართველოში წლების მიხედვით, ასევე 5-ელში, 6-ელში არის და მაგაზეც ვისაუბროთ თუ გაინტერესებთ. კი ბატონო. Როგორი სტატისტიკა გვაქვს საქართველოში საშუალოსნოს ყელის კიბოსი და რამდენად შედეგიანია მკურნალობა დიაგნოზის დასმის შემდეგ? კი ბატონო, საქართველოში მე როაქ მოვდიოდი, ჩემ მეგობრებს ეროვნული სკრინინგ ცენტრიდან და დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან თქვა რომ განახლებული სტატისტიკა მოეწოდებინათ და სწორედ თქვენი გადაცემისთვის ისინი დამთანხმდნენ, რადგან ვიცით რომ ასე ვთქვათ კონკრეტულ პროცედურებთან არის სტატისტიკის გამოთხოვა დაკავშირებული, თუმცა მიხარია რომ ისინი გვეხმარებიან და ჩვენს გვერდით არიან და ჩვენი მოსახლეობის გვერდით და აქ მაგალითად იმით რომ დავიწყოთ რომ ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების 5-ეული ქალებში ყველაზე ხშირად 2021 წელს იყო სარძევე ჯირკვალი, ანუ ძუძუ, ფარისებრი ჯირკვალი, კოლორექტუმი, საშუალოსნოს ტანი და საშუალოსნოს ყელი, ანუ აქაც 1 2 3 4 5-ელში არის საშუალოსნოს ყელი და სტატისტიკის მიხედვით ანუ აი განახლებულ სტატისტიკაზე რომ საუბრობდი, ის სტატისტიკა არის 2023 წლის კიბოს ახალი შემთხვევები, ანუ ინციდენტობას, რასაც ვეძახით, ხო? და ახალი შემთხვევების რაოდენობა საშუალოსნოს ყელის 2023 წელს იყო 306 მაგალითად და ეხლა კიდევ გაგიზიარებთ ერთ სტატისტიკას, რომელიც უკვე კიბოს სკრინინგს ეხება, თვითონ უკვე კიბოს სკრინინგით გამოკვლეული უნიკალური პირების რაოდენობა, რომელიც ესე გამოიყურება. 2016 წელს საშუალოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 44173-მა ქალმა ჩაიტარა, ხოლო მაგალითად 2023 წელს რო შევადაროთ, ეს არის 41912. აი მაგალითად 2019 წელს ეს იყო 36568. პანდემიის წლებში შემცირების სტატისტიკა აღინიშნება, თუმცა შემდეგ ისევ იზრდება. ანუ ჩვენ ასე ვთქვათ, სტატისტიკა უნდა დავაკავშიროთ იმასაც, რომ ვიცით, რომ ანუ რამდენად სასკრინინგ ჯგუფის, ანუ ვინც გადის საქართველოში, ხო, როგორი სკრინინგი გვაქვს 25 წლიდან 29-30 წლამდე გვაქვს სკრინინგები, შემდეგ გვაქვს 30-დან 65 წლამდე და სხვადასხვა ინტერვალებით ვიკვლევთ როგორც საშუალოსნოს ყელის უჯრედებს, არიან თუ არა ისინი გადაგვარებული კიბოთ და ასევე ვიკვლევთ გენოტიპირებით, ანუ პაპილომავირუსის სახეობები არიან თუ არა წარმოდგენილი. ეხლა ამჟამად მსოფლიოში ეგეთი ახალი ტრენდი და ტენდენცია არის, რომ ანუ პაპა ნიკოლაუსი, ვიცით ყველამ, იყო ბერძენი ექიმი, რომელმაც აღმოაჩინა საშუალოსნოს ყელის ნაცხებში უჯრედები და ასევე პაციენტებთან იპოვა ამ უჯრედებში კიბოს უჯრედები. ეხლა უბრალოდ თანამედროვე ტექნოლოგიების ერაში, ანუ liquid pap test-ი, ანუ სითხეზე დაფუძნებული pap test-ი აღმოჩნდა, რომ უფრო ეფექტურია, შესაბამისად უფრო ეფექტურად ვიყენებთ მას საქართველოში და ეროვნული სკრინინგ ცენტრით მათ შორის და ასევე პაპილომა ვირუსის სახეობების აღმოჩენაც გენოტიპირება, ანუ გენეტიკური ანალიზირებით უფრო ეფექტური აღმოჩნდა საშუალოსნოს ყელის კიბოს პრევენციაში. თუმცა ისევ თქვენს წინა კითხვას რომ დავუბრუნდეთ მსოფლიოში, რომელი ქვეყანა არის მოწინავე და ვიმსჯელოთ შევადაროთ საქართველოს მდგომარეობა. ანუ რა თქმა უნდა განვითარებული ქვეყნები წინ არიან და იქ უფრო მასიურად და ეფექტურად ჩატარდა პირველი ასე ვთქვათ ის ჯგუფი ხალების, ვინც პირველად ჩაიტარა, ეხლა არიან 25 წლის დაახლოებით პირველად ჩაიტარა რა?
პაპილომის ვაქცინაცია. შესაბამისად, ფინეთში მაგალითად და ნორვეგიაში, ანუ ფინეთი არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რაც ჯანმოსმონაცემით გვაჩვენებს იმას, რომ წელს მათ 25 წლის ასაკის, აი ამ ჯგუფის ქალებში, ვინც 10 წლის ასაკში პირველმა ჩაიტარეს ვაქცინაცია, ანუ პაპილომავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია, რომელიც კიბოს ვაქცინა არის ჩვენი სოფლიოში პირველი კიბოს ვაქცინა, მათ საერთოდ არ აღმოაჩნდათ წელს, ასე ვთქვათ, არანაირი ყელის დაზიანება. ასევე მას მოყვება ნორვეგია, მას მოყვება სხვათა შორის ავსტრალია და ინდონეზია და ჯანმოს სხვა განვითარებულ და განვითარებადი ქვეყნებისთვის აქვს სტრატეგია. გაგიზიარებთ ამ სტრატეგიას, მაგალითად 100,000 ქალზე რამდენი 4 შემთხვევა რომ უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად 2030 წლისთვის შენ უკვე შეძლებ ელიმინაციას, ანუ ამ ასე ვთქვათ სტრუქტურაში ჩართული არის ჩვენი ქვეყანაც, საქართველოც, თუმცა სამწუხაროდ ვაქცინაციით მოცვა მოსახლეობის ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ 2030 წლისთვის დავამარცხოთ საშუალოსნოს ყელის კიბო და ამით ქალები აღარ უნდა გვხვდებოდნენ. ხო, და მე თანხმობით ალბათ. თუმცა წელს, რაც მომაწოდა NCDC-მ, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, საკმაოდ ანუ სადღაც ეგეთ ტენდენცია ბოლო 2 წლის განმავლობაში, თუ პანდემიამ სამწუხაროდ ამ მითების გამო პაპილომავირუსის ვაქცინაციაც შეამცირა. ბოლო 2 წელი საკმაოდ გაიზარდა და ეს თქვენი დამსახურებაც არის, ჩემი დამსახურებაც არის, ექიმების დამსახურებაც არის, იმიტომ რომ ვიცით, რომ პირველად არსებობს პირველადი პრევენცია, ანუ თავიდან არიდება დაავადების, მეორეული და მესამეული. შესაბამისად, პირველადი პრევენცია რა არის? ან ჩემი და თქვენი და ჩვენი კოლეგების მიერ პაციენტისთვის განათლების მინიჭება. ასევე ჩვენ გვაქვს საქართველოში პროგრამა ოჯახის ექიმების, რამაც ანუ თითოეულ ოჯახის ექიმს აქვს ბაზა, კლინიკა ორგანიზებს ამას, სადაც ოჯახის ექიმები აქვს სიები, მათ უვარდებათ სიები, მაგალითად მე და თქვენ თუ ვართ 29 წლის და ბოლო მაგალითად 3 წელია საშუალოდ არ ჩაგვიტარებია საშუალოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, ან ჩვენ გვირეკავს ჩვენი ოჯახის ექიმი, მაგალითად ჩემი მეგობარი ოჯახის ექიმი ძალიან აქტიურები არიან ამ მხრივ, გვირეკავს და გვეუბნება, რომ მოგბრძანდით და ჩაიტარეთ ეს სკრინინგი. რამაც აშკარად კარგი დადებითი შედეგი გამოიღო, თუმცა მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა ამ სკრინინგის დელეგირება მეან გინეკოლოგებზე, ვინც ქალთა კონსულტაციებს ატარებს და ასე ვთქვათ, მათთვის აი ამ ელექტრონული ბაზის მიწოდება, რასაც მაგალითად რეგიონებში მეკითხებოდნენ მეან გინეკოლოგები, შეეძლოთ თუ არა მათ ამის განხორციელება. მოკვდავობას რაც შეეხება, ასე ვთქვათ, შემცირდა ბოლო წლების მანძილზე, ანუ რაც უფრო გაიზარდა ინფორმირებულობა, რაც უფრო გაიზარდა, სამწუხაროდ ძუძუს კიბო მაინც რჩება ერთ-ერთ პირველ ადგილას ქალებში, თუმცა საშუალოსნოს ყელის კიბოს კუთხით მაინც შემცირდა, რადგან როგორც ვიცით, პაპილომავირუსს აქვს ძალიან ასე ვთქვათ, ვაქცინაციას აქვს ძალიან კარგი ორი შედეგი. ერთი, აი მაგალითად თქვენ აცრილი ხართ პაპილომავირუსზე. რა ასაკში? სამწუხაროდ ეხლა ეს პროგრამა დაიწყო. 9 ვალენტიანი. ანუ ჩვენთან უფასო და ხელმისაწვდომი, რასაც ჯანდაცვა აფინანსებს, არის 9 ვალენტიანი არის და ამაზე ბევრი მითებიც არსებობს, ხო? სამწუხაროდ მე ძალიან ბევრი. აი თქვენთვის რა მითი უთქვამთ, ანუ მაგალითად. ხშირად ის რომ აი უშულობას იწვევს, როცა რეალურად პირიქით საშუალოსნოს ყელის კიბოს ჯანმრთელობაზე და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ძალიან დიდი დადებითი გავლენა აქვს. კიდევ ახლა ძალიან კარგად აღნიშნათ, ძალიან სწორად, იმიტომ რომ საშუალოსნოს ყელის დამოკლება ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენ საშუალოსნოს ყელზე ქონდა რაიმე დაზიანება და ამ დაზიანებას უმკურნალით საშუალოსნოს ყელიდან რაღაც ქსოვილის ნაწილის ამოკვეთით ქირურგიულად, ეს უკვე მომავალი ორსულობისთვის არის იმის რისკი, რომ ყელი ორსულობის დროს დამოკლდეს და ჩვენ დავკარგოთ ორსულობა და დავკარგოთ ნაყოფი და შესაბამისად ანუ ჯობია რომ შორსწასულ ფორმებს ვაკონტროლოთ მუდმივად, ანუ ჩვენ რეპროდუქტოლოგიურადაც და ორსულობის ხროცა სამეონო კუთხითაც, ანუ ამ ვაქცინაციით ძალიან ბევრ კურდღელს ვიჭართ ერთდროულად. დიახ. პირველ რიგში მადლობა მოტანილი განახლებული სტატისტიკისთვის. მაინტერესებს, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ საშუალოსნოს ყელის კიბო არის პრევენციული დაავადება და თუ კი რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ, რომ რისკები მინიმუმამდე შევამციროთ. ძალიან მიხარია, რომ ახალი თაობა მისვავს ძალიან კონკრეტულ კითხვებს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ასეთი კონკრეტული საუბარი ჭირდება პაციენტს და ეგეთი მიდგომა, რადგან ჩვენ თუ დავიწყებთ რაღაც მოკიბმოკიბით საუბარს, ამით შეიძლება იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან მოდის
პრობლემით გაუჭირდეს ხო საერთოდ გაგება მით უმეტეს თუ მუდმივად ტერმინებს გამოვიყენებთ და არ განვარტავთ. ძალიან კარგი კითხვა არის და მანამდეც აღვნიშნეთ ჩვენ რომ ის ვაქცინა, ანუ პაპილომა ვირუსის ვაქცინა არის კიბოს ვაქცინა, ანუ ის ახდენს კიბოს პრევენციას და ჯანმო სტატისტიკური მონაცემებით ერთ-ერთი პირველი მონაცემები, როცა 2006 წლიდან თუ სწორად მახსოვს, ჩაეშვა 4-ვალენტიანი გარდასილი, ანუ 18 წლამდე მოსახლეობაში მან კიბოს შემთხვევების სადღაც 98%-ამდე პრევენცია მოახდინა, ხოლო და დაზიანებების ხოლო 18 წლის ზემოთ 90%-ამდე, რაც ალბათ დამეთანხმები, რომ მედიცინისთვის ძალიან დიდი ციფრებია. და ეხლა უკვე ვნახეთ ეს ფინეთის მაგალითი და ნორვეგიის მაგალითი. ნორვეგიაში 80% შემთხვევების აღარ იყო 25 წლის ჯგუფში, ხოლო ფინეთში საერთოდ 25 წლის ასაკის მოსახლეობაში ქალებში საერთოდ არ იყო არანაირი დაზიანების და არანაირი კიბოს შემთხვევები, რაც ძალიან მაგარი მსოფლიო მიღწევა და კი ეს არის პრევენციული ასე ვთქვათ მდგომარეობა და კიდევ ერთი კარგი ინფორმაცია მაქვს. კვლევებს გადის ცუდუს კიბოს ვაქცინაც და იმედი ვიქონიათ, რომ სხვა ასევე მესენჯერული ვაქცინებიც მუშავდება ამ მხრივ კიბოს წინააღმდეგ და იმედი ვიქონიათ, რომ ჩვენი კაცობრიობა შეუძლებთ კიბოს ამ მეთოდით დამარცხებას. ნამდვილად. თუ შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად მოგვიყვეთ ვაქცინაციის პროგრამაზე და როგორ უნდა გავიგო ვარ თუ არა ამ პროგრამის სამშობლო ჯგუფში? საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევა, ასე ვთქვათ, გვაქვს, რადგან საბედნიეროდ ამ ვაქცინის, ასე ვთქვათ, ასაკი ქალებისთვის და კაცებისთვის გაიზარდა, ის რაც ფინანსდება. ან მაგალითად ქალებში ეს უფასო არის 10-დან 45 წლამდე, ან ქალებში რომ დავაკონკრეტოთ 26-დან 45 წლამდე ეს არის ხოლმე კონკრეტული ჩვენებებით და ექიმის რეკომენდაციით, ხოლო მამაკაცებში 10-დან 26 წლამდე. ვაქცინაცია ხელმისაწვდომია პაპილომავირუსის ყველგან, სადაც არის ვაქცინაციის კაბინეტები, თითქმის ყველგან არის, თუ დარეკავენ დაავადებათა კონტროლის ხელხაზზე, მაგ შემთხვევაში მათ შეუძლიათ თავისი უბნის მიხედვით კონკრეტული ლოკაცია უთხრათ, შემდეგ უბანზე გადაამოწმონ მარაგები ან კონკრეტული დღეები აქვს ხოლმე ზოგ კლინიკას ვაქცინაციისთვის და ასაკობრივ ჯგუფებში, ანუ 10 წლიდან უკვე შეგიძლიათ ვაქცინაციის გამოყენება 45 წლის ჩათვლით ქალებში, ხოლო მამაკაცებში 10 წლიდან 26 წლის ჩათვლით და ის მითია, რომ მამაკაცები არ უნდა აიცრან, პირიქით უნდა აიცრან, რადგან ისინი ხშირად არიან მატარებლები და მათ ძალიან ხშირად არ უვლინდებათ პაპილომა ვირუსი, ადამიანის პაპილომა ვირუსი. სამწუხაროდ ამ ინფექციით გამოწვეული დაავადებები ხშირად არის ასიმპტომატური. როგორ შეიძლება პაციენტმა გაიგოს, რომ მაღალი რისკის ქვეშ არის და რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ეს რისკები თავიდან ავიღოთ? კი ბატონო, ანუ პირველ რიგში, რადგან კარგი სიტყვა ახსენეთ, ასიმპტომურობა, ანუ გამოვლენა, ხო, ანუ სიმპტომების გამოვლენა რითიც შეიძლება საშუალოს ყელის კიბო გამოვლინდეს, შეიძლება საერთოდ არ გქონდეს ქალების შემთხვევაში, მაგრამ ეხლა თუ გვაქვს ხოლმე უკვე რაღაც საწყისი ფორმა საშუალოს ყელის კიბოს, რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე ერთ-ერთი ჩემთან ხშირად დასმული კითხვა და ჯგუფებში ხშირად დასმული კითხვა, სექსის შემდეგ სისხლდენა, ხო, აი სექსის შემდეგ ანუ პოსტკოიტალური სისხლდენა რომ აქვს, ის ბრალი შეიძლება იყოს. თუმცა, ანუ მაგაზე რომ მეჩხუბებიან, მაგრამ ჩემი მაყურებლები სულ ეუბნები, რომ რეალურად ამის მიზეზი ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს და მათ შორის ერთ-ერთი არის საშუალოს ყელის კიბოს საწყისი ფორმა, რადგან მექანიკურად შეიძლება ყელი იყოს, რა თქმა უნდა, ანუ კიბო თუ ან საწყისი ფორმა კიბოს სისხლდენი, ადვილად დაზიანებადი და ასე შემდეგ. ასევე შეიძლება იყოს მენსტრუალურ ციკლებს შორის რაღაც ძალიან ჭარბი მენსტრუალური ციკლის მაგვარი გამონადენი, ასევე შეიძლება იყოს სისხლიანი ზოლების მსგავსი გამონადენი ლორწოსთან ერთად და რაღაც სისხლის ზოლებად დაყვებოდეს. სამწუხაროდ, რადგან ანუ შეიძლება საერთოდ არ ქონდეს ქალებს სიმპტომები და ამას ხშირად ვაწყდებით განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდებით და ყველაზე მეტად ჭირდება ამ ვიდეოების ნახვა, რადგან იქ უფრო იშვიათად დადიან ქალები ექიმთან და უფრო იშვიათად ანუ ის ტაბუც კი არის, მაგალითად დმანიში როცა ვიყავი, რომ მე ჩემს ქალაქში არ მინდა ქალურ კვლევებზე მივიდე, ქალურში გულისხმობ ძუძუს კიბოს, იმიტომ რომ მე ჩემზე ილაპარაკებენ, ან რაღაც კონფიდენციალობის პრობლემაც გვაქვს და მათ ერჩუნათ, რომ ან მარნეულში ან თბილისში ჩამოგვეყვანა და ეგეთი პროექტებიც განვახორციელებთ ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან ერთად. თუმცა ანუ მაინც ის პრევენციული ზომები
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამაც შეიძლება გამოიწესონ, როგორ გადადის პაპილომა ვირუსი, ხო? აი თქვენ რა გსმენიათ, ანუ პირველი ყველაზე სქესობრივი გადადის, ხო? სქესობრივი ზუსტად და კონდომი, რომელიც არის ერთადერთი ბარიერული კონტრაცეფცია, ანუ თავდაცვის საშუალება, როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო, ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, სამწუხაროდ ბოლომდე ვერ გვიცავს პაპილომა ვირუსისგანაც კი, რადგან ეს პაპილომა ვირუსი სხვა სახეობები შეიძლება იყოს სასქესო ორგანოებზე არსებული ლორწოვანში, რომელიც ან კონდომისგან და ვიცით რომ არასწორად ხშირად ვიყენებენ, განსაკუთრებით საქართველოში კონდომისგან დაუფარავ ზონებში იყოს, ან დენტალდემებს ალბათ საქართველოში არავინ არ იყენებს, მათ შორის ორალური სექსის დროს ქალთან, ხო, რომელიც ასევე მოითხოვს თავდაცვას. მანდ შეიძლება ორალურადაც შეიძლება ხო გავრცელდეს პაპილომა ვირუსი. ანუ ასევე პაპილომა ვირუსი შეიძლება გადაგვედოს კანით კანთან მჭიდრო კონტაქტით სექსის დროს და ასევე არსებობს თეორია და ჯანმოს თავის გაიდლაინში კოლპოსკოპიის აქვს ეგ რეკომენდაცია, მაგრამ საქართველოში არსად არ მინახავს და ექიმებსაც რო ვუთხარი და კლინიკებსაც რო ვუთხარი, ყველა გაოცდა, რომ ერთ თეორიის მიხედვით პაპილომა ვირუსი, ადამიანის პაპილომა ვირუსი, რომლის 200-მდე სახეობაც არსებობს, გადადის თურმე რესპირატორული გზითაც, ანუ მაგალითად, შენ თუ ატარებ საშუალოსნოს ყელზე რაღაც პროცედურას, მოწვის, მოყინვის, უხეშად რო ვთქვათ და ასე შემდეგ, ამ დროს შეიძლება რესპირატორულად ნაწილაკები შენს, ასე ვთქვათ, ტრაქეაშიც კი აღმოჩნდეს და სასუნ გზებში და ამით მოხდეს ტრანსმისია. ამიტომ ჯანმოს აქვს რეკომენდაცია, რომ კონკრეტული ტიპის აირწინაღი გამოიყენოთ, მაგალითად, საშუალოსნოს ყელზე პროცედურების დროს, მაგალითად, საშუალოსნოზე ოპერაციული ჩარევების დროს, რადგან ასეთ შეიძლება თურმე გავრცელდეს და აი ამას დღემდე იკვლევენ, ამიტომ ჩვენ მე და შენ პირველ რიგში ვართ რისკ ჯგუფი ხო მოწყვლადები, ან ჯანდაცვის პერსონალი არის ის რისკ ჯგუფი, რომელიც პაპილომა ვირუსზე განსაკუთრებით ორმაგად და სამაგად უნდა ავიწროს. შესაბამისად, ანუ ეს ყველაფერი ასევე ანუ სარისკო სექსუალური ქცევა, რომელიც მოიცავს, რა თქმა უნდა, მრავლობით პარტნიორებს თუ ყავს მრავლობითი პარტნიორები, ან მაგალითად დაუცველი სქესობრივი კავშირები, ან მაგალითად ისეთი, ასე ვთქვათ, არაჰიგიენური სექსი, რომელიც მოიცავს მაგალითად სექს სათამაშოებს, რომელიც არ ირეცხება, არ იწმინდება და არ სუფთავდება სათან და ძალიან მარტივად გადაიტანს პაპილომა ვირუსს, განსაკუთრებით ტყავის სექს სათამაშოები, რომელიც კარგად იწოვს, ასე ვთქვათ, ლორწოვანს და შეიძლება ისე ადვილად ვერ დაასუფთავოთ, როგორც სამედიცინო სილიკონი არის. ამიტომ ყველას ვასწავლით, თუ ანუ ანამნეზის აღება პაციენტის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ან სტუდენტებს რო ვასწავლი ახალი გაიდლაინებით ვასწავლი მე გინეკოლოგიაში როგორ აიღონ ანამნეზი. მისი ერთ-ერთი ნაწილია სექსუალური სეგუგუდო ინფექციები, კონტრაცეფცია და სექსუალური ისტორია, რომელიც სექსუალურ ანამნეზს მოიცავს, იმიტომ რომ მე კი არ განვში და მე კი არ მოინტერესებს ადამიანს როგორი პარტნიორები ყავს, მაგრამ მისთვის გასაგებ ენაზე მე უნდა გავიგო როგორი ტიპის სექსით არის დაკავებული, ვისთან და ასე შემდეგ, რადგან განსაზღვრო რისკები ჭირდება თუ არა მას სკრინინგი. შესაბამისად, სარისკო სექსუალური ქცევა არის პირველი, რაც ჩამოთვალე ხა ხო? ერთ-ერთი ის, ასე ვთქვათ, გზა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და ვიფიქროთ, რომ როგორ შეიძლება გადამედოს განსაკუთრებით მაშინ, თუ მამაკაცი პარტნიორი მყავს და მამაკაცი პარტნიორს სამწუხაროდ შეიძლება ისე კონდეს ეს პაპილომა ვირუსი, საერთოდ არ გამოულინდეს და ვიცით ჩვენ რომ კონდილომების, ანუ პაპილომების სახით გამონაყარი 6 და 11 სახეობისგან არის გამოწვეული, რომელიც კიბოს გამოწვევი არ არის და შესაბამისად უბრალოდ შემოწუხებელია და შორდება. თუმცა მამაკაცებში ტესტი არის, არ არსებობს. მამაკაცებში ვლინდება ძირთადად არა, მატარებლები არიან. კი, შეიძლება მათმა იმუნურმა სისტემამაც დაამარცხოს, თუმცა მათაც შეიძლება კიბო დაემართოთ სამწუხაროდ, უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც. ასევე ქალებში ასე ვთქვათ, მოხდეს მათგან დაინფიცირება. ამიტომ მამაკაცებს უნდა უთხრათ, რომ ისინი როგორც თავის თავს, ასევე ჩვენ გვიცავენ ამით. და ქალებსაც უნდა მოუწოდოთ, რომ იარონ სკრინინგზე, ხო, ჩვენ გვაქვს საქართველოში ეროვნული სკრინინგ ცენტრის პროგრამა.
ბანემ სკრინინგის პროგრამაზე რო გითხრათ, კონკრეტულად რა ასაკებში გვეკუთვნის და როგორ უნდა გავიგოთ ვართ თუ არა ამ პროგრამის სამიზნე ჯგუფში. კი ბატონო, საქართველოში 25-დან 29 წლამდე თავისუფლად შეგვიძლია ეროვნული სკრინინგ ცენტრის ან მის პროგრამას ჩართულ ნებისმიერ ფილიალში, ნებისმიერ კლინიკაში ჩავეწეროთ 25-დან 29 წლამდე 3 წელში ერთხელ ჩვენ ყველას გვეკუთვნის პაპ ტესტი, რომელიც სითხური პაპ ტესტის სახით შემოვიდა და უფრო რეკომენდებულია ვიდრე სტანდარტული პაპ ტესტი და ამათ შორისაც შეგვიძლია ვთქვათ განსხვავება. ასე შემდეგ უკვე 29 წლის ზემოთ 30-დან 60 წლამდე ჩვენ შეგვიძლია 5 წელიწადში ერთხელ გამოვიკვლევთ პაპილომავირუსის სახეობები, რომელიც მაგალითად ჩვენს ამ ეროვნული სკრინინგ ცენტრის პროგრამაში საკმაოდ აქტიურად და კარგი პაკეტის სახით არის გამოწვეული, ანუ ის ბოლო მონაცემები, რაც up to date-ს დევს, ჯანმოსთანაც დევს იმ სახეობებს, რომელიც დამტკიცდა, რომ კიბოს გამომწვევია პაპილომავირუსის, რომელსაც ციფრებით და რიცხვებით აღნიშნავთ, ყველას მოიცავს, ამიტომ ძალიან მომწონს მე პირადად ეგ პაკეტი. მაგალითად ვთქვათ, რომ ადამიანმა ბავშვობაში მოზარდობის ასაკში გაიკეთა ეს ვაქცინა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მას აღარ ჭირდება შემდგომ საშუალო სკელის კიბოს სკრინინგი? ეს რა თქმა უნდა მითი არის, ზოგადად ეს პირიქითაც არის ხოლმე შეკითხვები, რომ აი პაპ ტესტებს თუ ვიკეთებ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ აღარ მჭირდება ვაქცინა. ხო, აი რომ დავამატოთ ორი პროტოკოლი არსებობს, ანუ მაგალითად, აღარ არ შეგვეშინდეს ამის მაგალითად განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში 21 წლიდან არის რეკომენდებული, ასე ვთქვათ, საშუალო სკელის კიბოს სკრინინგი, თუმცა დაგამშვიდებ და გეტყვით იმას, რომ 21 წლიდან 25 წლამდე, ასე ვთქვათ, გავლის შემთხვევების რიცხვი ფაქტობრივად ნულს უტოლდება სტატისტიკურად და ასევე თუ საშუალო სკელზე გვაქვს დაზიანება, ანუ დისპლაზია ცინ 1, რასაც ვეძახით და ცინ 3, თუ ეს არის ცინ 1 25 წლამდე, ის თავისით უკულ განვითარებას გაინცდის და თავისით გვარდება. ამიტომ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ უბრალოდ რესურსულად ცოტა უფრო დიდარ ქვეყანას, ასე ვთქვათ, ორმაგი თავდაცვის მექანიზმები აქვს ჩართული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვართ დაცულები ამ ხრივ. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ავიცრებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ჩავიტაროთ პაპ ტესტი და ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება არ დაგვემართოს საშუალო სკელის კიბო, რადგან სამწუხაროდ ვაქცინები რომ მუშაობდნენ 100%-ით და ჩვენი ორგანიზმზე ყველა წამალი და ყველა ვაქცინა, ჩვენი ორგანიზმი უბრალოდ ყველა ვაქცინას რომ აქტიურად იმუნური სისტემა მე გამომუშავდებოდეს და 100 ადამიანიდან 100-ს შეესახდებოდეს, ანუ ჩვენ არ დაგვჭირდებოდა ხო რაღაცა სხვა პრევენციული საშუალებები, ეს სამწუხაროდ ესე არ არის, რადგან ყველას ორგანიზმში ჩვენ არ ვიცით ეს ვაქცინა როგორ იმუშავებს და ასევე ყავს იმუნოსუპრესიული ადამიანები, მაგალითად, ვისაც იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული ხო, ესენი არიან ორსულები, მაგალითად, დიაბეტით, პირველი ტიპით, მაგალითად, დაავადებულები, ესენი არიან სხვა ანთებითი ქრონიკული დაავადებულები, მაგალითად, ან ისინი, ვინც იმუნოსუპრესიაზე არიან, ტრანსპლანტი, ვინც გაიკეთა, გადანერგვა, ვინც გაიკეთა ორგანოს, მაგალითად, ლუპუსით, აუტოიმუნური დაავადებებით დაავადებული ადამიანები მკურნალობის დროს, ამიტომ დაქვეითებული იმუნიტეტის დროს განსაკუთრებით ვაფრთხილებ, აი გამონაყარი რო აყრეთ ხოლმე ორსულებს, მაგალითად, როცა იმუნიტეტი უქვეითდებათ, ან მე-6 და მე-11 სახეობით, ანუ ვეუბნები ხოლმე, რომ არ შეეშინდეთ, უბრალოდ აწუხებთ ხოლმე მაგალითად ვულვაზე ეს გამონაყარი კონდილომა და ვეუბნები, რომ აი იმშობიარად და მე მოუყინოთ და მოვაშოროთ. უბრალოდ ისეთი ამბავია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ სკრინინგზე ყველამ უნდა ვიაროთ. უკვე 26 წლიდან ვართ თუ არა აცრილები და თუ არ ვართ აცრილები და გვაქვს საშუალო სკელის დაზიანება, ან ცინ 1, ან ცინ 2, ან ცინ 3 ხო? ანუ ამ შემთხვევაში სტატისტიკა და კვლევები აჩვენებს უკანასკნელი, რომ თუ მე აი ყველაზე გავრცელებული მითი რა არის, რომ 1 უნდა 10-მდე უნდა ჩავიტარო თუ არა კვლევა და მეორე თუ უკვე მაქვს საშუალო სკელის კიბოს წინარე მდგომარეობა ან დაზიანება, უნდა ავიცრა თუ არა. თქვენ რას ფიქრობთ მაგაზე? მე ძალიან ხშირია ეს კითხვა, რომ უკვე თუ გავიკეთე ტესტი და აღმომჩნდა რომ მაქვს, ეხლა რა აზრი აქვს რომ ავიცრა. რეალურად აქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტიპია ზუსტად ამ ინფექციის, ამიტომ თუ 1 აღმომჩნდა არ ნიშნავს რომ ვაქცინა სხვა ტიპისგან არ დამიცავს. და გავიხსენოთ სარისკო-სექსუალური ქცევა, ანუ მე თუ ჩემ პარტნიორს ყავს მრავლობითი პარტნიორები და დამიდასტურდა მე-6
მეტა სახეობა უკვე რისკის ქვეშ ვარ, რომ 18-53 და სხვა შეიძლება დამიდასტურდეს, ამიტომ საკმაოდ ლოგიკურია ის, რომ ეს ამ სახეობას ვერ განკურნავს, არ არის თერაპიული ვაქცინა, თუმცა პრევენციას მოახდენს, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, სხვა სახეობების, ამიტომ არასდროს არ არის გვიან. და პლუს ამაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემთვის ძალიან გასახარელი ფაქტია, რომ საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა ასე ვთქვათ სხვა ტიპის დაავადებების დროს, დაზიანებების დროს, რომელიც იყო კიბოსწინარე, რომელსაც სხვადასხვა ტიპის მკურნალობა მიეშადეგება პროტოკოლით, თუ მკურნალობასთან ერთად ქალთა ჯგუფი იცრებოდა, ის შეადარეს იმ ჯგუფს, რომელსაც იგივე საშვილოსნოს ყელის დაავადების დროს, კიბოსწინარე მდგომარეობის დროს ქონდა, უბრალოდ არ იცრებოდა, ამ ორ ჯგუფში აღმოჩნდა, რომ ამ დაზიანების ყელის დაზიანების განმეორების რისკები უფრო შემცირდა იმ ჯგუფში, რომელმაც მკურნალობა თან აიცრა, ამიტომ პირველი რეკომენდაცია მანდაც აცრა არის, აი სწორედ ამ 26-დან 45 წლამდე, როცა დაზიანებას აღმოაჩენთ, გავარდით აიცერით, სანამ იმკურნალოთ აიცერით, იმიტომ რომ ეს ხელს არაფერში არ შეგეშლით. პირიქით, თქვენ თუ გეგმოთ ან ციკლის რომელიმე დღეებში ხარ, მაგალითად, საშვილოსნოს ყელის კონიზაცია, საშვილოსნოს ყელის ელექტროკოაგულაციას, მოუყინვას, კრიოთერაპიას და ასე შემდეგ, ანუ აიცერით ჯერ და მერე ჩაიტაროთ მკურნალობა და ნახავთ თუ რამდენად შემცირდება იმის რისკი, რომ ეს და კონკრეტული დაზიანება განმეორდეს, რაც კიდევ ერთი დამატებითი ბენეფიტი პლუსი არის დადებითი მხარე. თუ შეგიძლიათ გითხრათ, რამდენი ხანი გვიცავს ეს ვაქცინა ამ ინფექციისგან და რამდენ გჭირდება თუ არა რევაქცინაცია? განმეორებითი ვაქცინაცია, რევაქცინაცია არ გჭირდება 10 ამ შემთხვევაში. ჩვენ ერთხელ თუ აცრილები ვართ, იქნება 15 წლამდე, როცა 2 დოზა არის ხოლმე საკმარისი გარდასილის, ან 15 წლის ზემოთ, როცა 3 დოზით ვიცრებით, ეს სრულიად საკმარისი, ანუ ერთხელ თუ სრული კურსით ავიცერით, ეს სრულიად საკმარისია ხოლმე. ეხლა ანუ სიახლე არის, ჯანმოკლევებს ატარებს და შეიძლება მალე ერთი დოზა ვაქცინაც იყოს საკმარისი, რაც წინასწარი შედეგები გვიჩვენებს, რომ ასე ვთქვათ, ერთმა დოზამ ძალიან კარგი შედეგები გვიჩვენა. ანუ აქაც ერთი დოზა არის ხოლმე ძირითადი მაინც და შემდეგი 2 დოზა, რაც არ უნდა აირიოს ვაქცინაციის ინტერვალი, მაინც უფრო ბუსტერის ფუნქციას ასრულებს. თუმცა რადგან 15 წლამდე უფრო ძლიერი იმუნიტეტის გამომუშავების უნარი აქვს, როგორც კვლევებმა აჩვენა ახალგაზრდებს, ამიტომაც 15 წლის ზემოთ მე და თქვენ დაგვიმატოს კიდევ ერთი დოზა და ჩვენ 3 დოზით ავიცერით. რატომ არის რეკომენდებული ამ ვაქცინის გაკეთება 11 და 12 წლებზე და რა უპირატესობა აქვს ამ ასაკში გაკეთებულ ვაქცინას? იმიტომ რომ ხშირად საქართველოში მსმენია, რომ ეს ვაქცინა რახან დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის სიმსივნესთან, რატომ კეთდება ესეთ ადრეულ ასაკში? ეგ ძალიან კაი კითხვა, ალბათ ძალიან ხშირად დასხმული კითხვა არის ქალბატონობის მიერ და გავრცელებული, ასე ვთქვათ, მათ შორის სამწუხაროდ ჯანდაცვის პერსონალისგანაც გავრცელებული ინფორმაცია, რომ იცი რა, ანუ არავის არ ვაკნინებ, მაგრამ უბრალოდ ჩვენ უნდა განვაახლოთ ჩვენი ცოდნა მტკიცებით მედიცინის კუთხით, რომ ანუ მაქვს თუ არა სქესობრივი ცხოვრება, არ განსაზღვრავს იმას, მჭირდება თუ არა კონკრეტული სამედიცინო პროცედურა, მათ შორის ვაქცინაცია. რა თქმა უნდა, უპირატესობა იმიტომ ენიშნება, ანუ სანამ ზოგადად სქესობრივ ცხოვრებას დავიწყებ ხო, იმას რომ მანამდე ვიყო აცრილი იმ სახეობების წინააღმდეგ, რომელიც იწვევს კიბოს, რომელიც მატარებელი შეიძლება იყოს კონკრეტული ადამიანი, ქალი ან კაცი, არ აქვს მნიშვნელობა მან ვისთან გვექნება სქესობრივი კავშირი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, უკვე თუ სქესობრივი ცხოვრება კავშირშია იმასთან რისკ ფაქტორია, რომ ეს ვირუსი გადამედოს პაპილომავირუსი, რა თქმა უნდა, მანამდე თუ ავიცრები, მე არ მექნება იმის რისკი, ფაქტობრივად არ მექნება. ნუ არ არის საუბარი იმ მცირე შემთხვევებზე, როცა მშობიარობის დროს ბავშვზე დედიდან შეიძლება გადავიდეს სხვადასხვა სახეობა. ძალიან იშვიათია და ბავშვის ორგანიზმი ძალიან მარტივად ახერხებს იმუნიტეტი ამის დაძლევას. თუმცა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჯობია რომ სანამ დავიწყებ, აი ხა ჩემთან მოდიან წყვილები მაგალითად, აი თქვენთან მოვიდა წყვილი და გეუბნებათ რომ აი გამიკეთეთ რაღაცა კვლევები, ანალიზები და აი რა პრევენციული ღონისძიებები გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ერთ თვეში გვინდა რომ სქესობრივი ცხოვრება დავიწყოთ. თქვენ რასაც ყვეთით, ხო? ანუ პრევენცია რა იქნება? ვაქცინაცია, აიცარით მარტივად. შესაბამისად, ანუ რა თქმა უნდა ჩვენ გვირჩევნია ეს, იმიტომ რომ მე რისკი გვექნება სექსის დაკავების გამო უფრო მაღალი, მაგრამ თუ ადამიანი უკვე
არის აქტიურად სქესობრივი აქვს სხვადასხვა ტიპის ხო სქესობრივი კავშირი და მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ხო ანუ არა მარტო საშუალო სყელის კიბოს იწვევს ხო პაპილომავირუსი, სხვა ტიპის კიბოსაც იწვევს და მაგალითად ვისაუბროთ ძალიან საინტერესოა. ამიტომაც თუ უკვე აქვს სახეობა რომ გავუმეორდოთ იმ სახეობისგან ვერ და ასე ვთქვათ ვერ უმკურნალებს ამ სახეობას ერადიკაციას ვერ მოახდენს, თუმცა რა თქმა უნდა სხვა სახეობისგან დაიცავს და შეიძლება არ ქონდეს კაცო საერთოდ არც ერთი სახეობა ადამიანს და ქონდეს სქესობრივი კავშირი და აიცრას ანუ ესე დარწმუნებით რატო ვამბობთ. ამიტომ რა ვიცი ორივე მხრივ ძალიან დადებითი არის ვაქცინაცია. ხშირად როცა გვესმის ადამიანის პაპილომავირუსის საუბარი, ეს ძირითადად არის ქალების გარშემო და საშუალო სყელის კიბოს გარშემო. რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინის გაკეთება მამაკაცებში და რა კონკრეტული დაავადებებისგან გვიცავს მათში ეს ვაქცინა? კი ბატონო, ანუ აი კარგი გადასვლა არის, ანუ გენდერ ნეიტრალური ვაქცინაა ზოგადად, ანუ თავიდან მაგაზე ბევრი კონფლიქტი მოუწია საქართველოში, რომ მარტო გოგონები უნდა აუცრათ, მარტო ქალები უნდა აუცრათ, იმიტომ რომ ჩვენ საშუალო სყელის კიბოს ვებრძვით, უთქვამთ ჩვენს კოლეგებს მაგალითად, თუმცა მსგავსი რამ არ უთქვამთ ჩვენთვის არც ეროვნულ სკრინინგ ცენტრში და არც დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ამიტომ მე ყოველთვის ვეკამათებოდი, რომ მთელ მსოფლიოში ის ბავშვების ასაკიდან მათ შორის არის გენდერ ნეიტრალური რას ნიშნავს ხო? ანუ როგორც იცრებია, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები. მდედრობით და მამრობით სქესის წარმოადგენლები და რატომ? იმიტომ რომ საშუალოსნოს აი ეს ზოგადად human papilloma virus, ანუ ადამიანის პაპილომავირუსი სხვა სახეობა იწვევს სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვა ტიპის კიბოს. მას იმუნური სისტემა განსაკუთრებით ახალგაზრდებში ხო ძალიან მარტივად ამარცხებს, უხშირ შემთხვევაში მათ შორის კიბოს გამომწვევ სახეობებს, მე-16, მე-18 და ასე შემდეგ, თუმცა შეიძლება ის ვერ დაამარცხოს იმუნურმა სისტემამ და თუ მაგალითად მამაკაცებში ჩვენ არც პაპ ტესტი გვაქვს, არც პაპილომავირუსის გამოვლენის ტესტი გვაქვს, ანუ კი აკეთებენ ხომ ლაბორატორიები მაგალითად მამაკაცის შარდში პაპილომაზე PCR-ებს, თუმცა ანუ ეგ არ არის ოქროს სტანდარტი და არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ეგრე შეგვიძლია აღმოვაჩინოთ და გავიგოთ და დადასტურებულად ვიცოდეთ, ამიტომ ეგ არ არის ვალიდური კვლევა. შესაბამისად, სამწუხაროდ მამაკაცები ამ მხრივ არ ყავს დაცული, არც სისხლიდან არ შეგვიძლია ამის გამოვლენა და სამწუხაროდ მამაკაცებისგან ქალები არ არიან დაცულები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მამაკაცს უნდა იცრას და რადგან მარტო საშუალო სყელის კიბოს არ იწვევს ხო პაპილომავირუსი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბო, რაც სხვა შორის საქართველოში გაიზარდა დიაგნოსტიკა, ანუ ჩემს ყელყურცხვირის ექიმებთან ხშირად ვარეფერალებ ვაგზავნი პაციენტებს, ვინც უკვე ხორხიდან და ხახიდან აწყს იღებენ და გამოვლინება დაიწყო, ასე ვთქვათ, უკვე პირის ღრუს კიბოების, რომელიც პაპილომავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს, ანუ მარტო საშუალო სყელის კიბო არ გვაქვს უკვე ეს ორალური კიბოს შემთხვევები, გვაქვს ასევე ანალური კიბოს შემთხვევები, შეიძლება პენისის თავის კიბო გამოიწვიოს, ზოგადად თავის კიბო გამოიწვიოს, ანალურიც გამოიწვიოს, ამიტომ ანუ არ არის ხო აქ მარტო ქალების პრობლემა, ეს არის ყველას პრობლემა, ანუ ურთიერთ beneficial, ანუ ურთიერთსარგებელის მომტანია, ამიტომ არ ვიცი, ახალ მიცრას მოიგონებენ, არ ვიცი, რომ მამაკაცებში უშუალოდ იწვევს, მაგრამ რა ვიცი, მამაკაცებს ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ, ყოველ 3 თვეში ერთხელ გამოუმუშავდებათ მემკვიდრეობის გასაგრძელებელი უჯრედები, განსხვავებით ჩვენგან, როცა ჩვენ ვიბადებით, ჩვენი კვერცხების და კვერცხუჯრედების მარაგით, რომელიც ჩვენზე ასაკითაც ოდნა უფრო დიდია, ჩვენ საპასპორტო ასაკზე, რადგან უცლად-ყოფნის პერიოდიდანვე გვაქვს თან, ამიტომ ჩვენთან ერთად ასაკში, როცა შევდივართ, ის ვინც ასაკში შედიან. ანუ გამოდის რომ მამაკაცებს შეუძლიათ თავიანთი თავით დაიცვარო ვაქცინა და მათი პარტნიორები, სადაც ორმაგად კიდევ უფრო კარგი ამბავია თუ აიცვებიან. დიახ. თქვენი დაკვირვებით როგორია ინფორმირებულობა ამ ვაქცინაციის და სკრინინგის პროგრამებზე დედაქალაქში და ასევე რეგიონებში? სამწუხაროდ არც დედაქალაქში და არც რეგიონებში არ გვაქვს ხელსაყრელი მდგომარეობა ამ მხრივ, თუმცა რა თქმა უნდა თბილისში და ამას გვიჩვენებს სტატისტიკაც, რომელიც აღნიშნავს, რომ უფრო გაიზარდა, ანუ მამაკაცებში და ბიჭებში დაიწყო, წამოიწია და ქალებში დაახლოებით 35%-მდე არის ბოლო წლების მანძილზე ვაქცინაცია პანდემიის შემდეგ. ბიჭებში სადღაც 6%-ია. თუმცა რეგიონებში
თან შედარებით ეს სტატისტიკა გაცილებით განსხვავებულია. სტატისტიკა მაინც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვიფიქროთ და ვიცოდეთ. თუმცა რა თქმა უნდა, აქაც ჟანდაცვის პირველ რგოლზე დავს ყველაფერი, სოფლის ექიმებზე დავს ყველაფერი, თბილისშიც ოჯახის ექიმებზე და სოფლებშიც ოჯახის ექიმებზე, რომ მათ მე როგორც ვიცი, ჩვენი ეროვნული სკრინინგ ცენტრიც და ინსტიტუტის აწვდის ინფორმაციას, ატრენინგებს, მათ უნდა გამოიჩინონ ასევე გულისხმერება და თუ მესმის რომ სიდუხჭირია ქვეყანაში, მაგრამ თუ შენ იღებ პასუხისმგებლობას ადამიანის სიცოცხლეზე, ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ხო ჯანდაცვაში პირველადი პრევენცია, რომ ჩვენ არ მივცეთ დაავადებას საშუალება, რომ საერთოდ ასე ვთქვათ, კი არ გამოვლინდეს, საერთოდ არ დადგეს ხო ესეთი მდგომარეობა. შესაბამისად, ამ მხრივ ჩემი აზრით პირველ რიგში ჩვენ ყველანი, უნდა ვიყოთ ელჩები, ამბასადორები, უნდა ვიყოთ პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის, როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში და მერე ჯანდაცვის მუშაკებსაც უნდა მოუწოდოთ, რომ ისინი იყვნენ აქტიურები და რა თქმა უნდა, საშუალოსნოს ყელის კიბოს, ზუდის კიბოს სკრინინგის კუთხითაც აუცილებლად ყველა უნდა გაეცნოს, რადგან ეხა ქალბატონმა ეთომ კიღურაძემ ახალი მის სადოქტოროს თემაც არის, ახალი გაიდლაინიც დაამტკიცეს მათ, თანამედროვე სტანდარტებს მოარგეს, სითხური პაპ ტესტი შემოიტანეს, პაპილომავირუსის სახეობების, ასე ვთქვათ, გამოვლენაც, გენოტიპის გამოვლენა შემოიტანეს და შესაბამისად, ამ ყველაფერს სჭირდება განახლება, რადგან თითოეული წიგნის გვერდი, მე ჩემს სტუდენტებს ასევე ვუბნები, ყოველდღე 40 დღით ძველდება მასში არსებული ინფორმაცია მედიცინაში, ამიტომ ჩვენ საერთოდ არ ვიცოდით ხო რა იყო პაპ ტესტი და საშუალოსნოს ყელის კიბო, მაგრამ დღეს ვიცით. შესაბამისად, ჩვენ ექიმებმა, მე და თქვენ და სხვაებმა უნდა განვაახლოთ ინფორმაცია ამის შესახებ, რადგან ჩვენ გავართ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და ჩვენ გვაქვს ეს პასუხისმგებლობა აღებული და ჩემი აზრით არ არის არგუმენტი იმის მე რამდენს მიხდიან, რადგან მე ეს ავირჩიე, რომ მე რაღაც მეტი გულისხმერება გამოვიჩინა ნაკლები, ან ვინმე ახლობელია თუ არა, მე საერთოდ არ მაინტერესებს რომ მირეკავენ ხოლმე ვინ არის ჩემი ახლობელი, მე ვფიქრობ რომ ყველა პაციენტს ერთნაირად უნდა მივხედოთ, ხო? შესაბამისად აქაც რა ვიცი, ან ჩვენ ისევ ჩვენს პასუხისმგებლობაზე დგას ყველაფერი. ჩემი სტატია არ ეხება პაპილომავირუს ვაქცინაციას, ეხება COVID ვაქცინაციას, რომელიც მთელს მსოფლიოში ლიტერატურის შეჯამება არის ძირითადად შამილა გაგიზიაროთ და სამწუხაროდ ჩვენთან ეროვნულ, ასე ვთქვათ, საქართველოს განვიხილეთ და შევადაროთ სხვა ქვეყნების სტატისტიკას COVID ვაქცინაციაზე, სამწუხაროდ ჩვენთან რა თქმა უნდა რუსული პროპაგანდა და გავლენები ანტივაქსერული და ანტიმედიცინერული ამაში მოქმედებს და ამაში ისინი ასევე პაპილომა ვირუსის წინააღმდეგაც არიან ჩართულები და რა თქმა უნდა ამ მხრივ ყველაზე მეტად ზარალდება მაგალითად ჩვენი აი სამცხე-ჯავახეთი ხო სადაც ეთნიკურად უმცირესობები მაგალითად სომხები ცხოვრობენ მაგალითად ვინც დამოკიდებული არის სამწუხაროდ რუსულ ტელევიზიაზე და რუსული ტელევიზიით ისინი მათთან შეხვედრების შედეგად ვლინდებიან რომ ძალიან ბევრ მითს თვითონვე ავრცელებენ ამის შესახებ ამიტომ ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი არის ამ მარგინალიზებული ჯგუფების გააქტიურება ჩართვა, რადგან არ იყვნენ დაჩაგრული ხო, ქვეყანა მაშინ არის გამართული, როცა ყველაზე ამორგებული როგორც შუშუმპირებზე, როგორც მარგინალიზებულ ჯგუფებზე და ქვეყანა მაშინ არის გამართული, როცა ერთი ადამიანის ხმა ისე ისმის, როგორც 200,000-ის. დიდი მადლობა რომ ჩვენთან მოხვედით და დრო დაგვითმეთ. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი ჩემთვის და რამე სიჩ დავუტოვებდი ჩვენ მაყურებელს. ჩვენს მაყურებელს ვეტყოდი, რომ პირველ რიგში მე უფრო მეც სწავლობ მათგან და ვცდილობ რომ მეც ვასწავლო, იმიტომ რომ ყველაფერი დგას უკავშირზე. ანუ დიალოგი ყველაზე მეტად ავითარებს საზოგადოებას, განსაკუთრებით ჯანდაცვას. და მე ყველას გამზადო არ მოვისმინო მათ შეხედულებები და აზრები, მათ შორის მითების შესახებ და მზადო რომ ვიკამათო და გავფანტო მათ შორის ის ფეიქი, ანუ არასანდო სამეცნიერო ვითოსამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობილი ინფორმაცია, რომელსაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მედიები ავრცელებენ და რა ვიცი, ანუ ქალებს მინდა მივმართო, ასევე კაცებსაც, რომ ჩვენზე იზრუნეთ და ქალებს მინდა მივმართო, რადგან ჩვენ სამწუხაროდ ისე ვართ გაზრდილები, რომ პირველ ადგილას ვაყენებთ მაინც ოჯახს, შვილს, ქმარს, თანამშრომლებს, ყველას, ხო, აი სტუმრები რომ მოდიან ეგრეა. ანუ პირველ რიგში გიყვარდეთ საკუთარი თავი, იზრუნეთ საკუთარი
ჯანმრთელობაზე, როგორც არის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, რადგან ის ყველაზე, ასე ვთქვათ, კარდინალური ქვაკუთხედია და ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ ცხოვრებაში და მადლობა მოწვევისთვის და მადლობა თქვენი საქმისთვის. მადლობა თქვენ. შეგიძლიათ ნახოთ ქალბატონი ეკას ბლოგებით TikTok-ზე, Instagram-სა და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, ასევე დაგfollow-ით ჩვენს და თუ რამე კითხვა გექნებათ, დაგვიკავშირდით როგორც ჩვენ ვებგვერდებზე, ასევე ქალბატონ ეკასაც შეგიძლიათ მიმართოთ. დაგვიკომენტარით ვიდეოზე. კარგად ბრძანდებოდეთ.